გაზა სექტორიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტია და დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან. მოამბე დაუკავშირდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსაც. ლაშერ ჟვანიას განმარტებით საელჩოს საქართველოს მოქალაქეების საჰაერო რეისებთან დაკავშირებული კითხვებით აქტიურად მიმართავენ, თუმცა აეროპორტები ამ დრომდე დაკეტილია. ისრაელში გამთენი ისეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 22 მოქალაქეა დაღუპული, ასობით პირი კი დაშავებული. საქართველოს მოქალაქეების დაშავებულ შესახებ რაიმე ინფორმაცია არ არის შემოსული და არც არიან ასეთები, იმიტომ რომ დაუყოვნებლივ მივიღებთ ასეთ ინფორმაციას. ყველაზე დაცული ადგილი ახლა არის შენობა, რომელშიც ადამიანი იმყოფება. საჰაერო განგაშის შემთხვევაში და ჩავიდნენ სპეციალურ თავშესაფარში, რომელიც არის საჰაერო თავდასხმის თავშესაფარი. სხვა ინსტრუქცია არის, რომ გადაადგილებიდან თავის შევიკავოთ ცხელი ხაზი საელჩოსი ჩართული არის, 3 ტელეფონის ნომერი არის გამოცხადებული და ამ ტელეფონის ნომერზე სხვადასხვა კითხვებით მოგმართავენ. ძირითადად ეს არის ისეთი პრაქტიკული კითხვები ფრენებთან დაკავშირებით, ან დაუშვათ თუ ვინმეს აქვს სამგზავრო დოკუმენტი, პასპორტი, დაუშვათ გასამგზავრებელ დოკუმენტს ითხოვს. ჯერჯერობით აეროპორტი დაკეტილი არის, როდესაც ისრაელი მთლიანად დარწმუნდება სრულად, რომ აეროპორტი არის უსაფრთხო ადგილი და გაფრენა შეიძლება, ასეთ შემთხვევაში გაიცემა დამატებითი ინსტრუქცია. გადაწყვეტილება რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეების და ქალაქში მყოფი ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია.